გამარჯობათ მეგობრებო. ეხლა გთავაზობთ განახლებული მეხუთე მარშრუტის ვიდეოს. სრულად თავიდან ბოლომდე. საგამოცდო პერიოდი მიმდინარეობს, ამიტომ იქიდან არ დავიწყებ. თუ იმეს ახლები ხართ და გაინტერესებთ როგორ დავიწყოთ საგამოცდო მარშრუტი, პირველ ან მეოთხე მარშრუტის ვიდეოს უყურეთ და ყველაფერი კარგად ამაქვს ახსნილი და ყველაფერს გავიგებთ, ხო სწორია? ესე იგი ამ წრიულზე ავალ ახლა. აქ გახედვა არ დაგავიწყდეთ ხოლმე სანამ რომ დაამთავრებთ ხოლმე გამოცდას. ესე იგი ვიწყებთ აქედან, თავიდანვე ვურთავთ მარცხენა ციმციმას, გამოვდივართ კარებთან, აი ეს მანქანა როგორც გამოდის მარცხენა ციმციმით, კარგად ვიყურებით უკან წრიულიდან მანქანები როცა არ იქნება, შემოვიდეთ წრიულზე, ჩაურდოთ მარჯვენა ციმციმა და ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის რომ აი ესე გარეზოლით ჩამოვიდეთ, რომ ზუსტად ხვირწინიციან ხოლმე ზოგჯერ დამოხრუჭება მან ტაქსებმა გაჩერება და აი ეგეთი რაღაცა რო არ დაგვემართოს, გარეზოლით ჩვეულებრივად ავაცილებთ და ჩამოუყვებით. ეს გზა არის 50-იანი გზა, აქედან გამომდინარე 40-55-ით ვიმოძრავთ, თუ საშუალება გაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გვექნება საშუალება. როგორც ახლა მე არა მაქვს, ნახე 31-ით მოძრავ, უბრალოდ წინ დისტანცია მიჭირავს კარგი მანქანასთან და მაგიტო. თან წინ საგამოცდო მიდის, ამიტომ ძალიან ახლოსაც არ მივალ, უკან მეორე საგამოცდო მომყვება. ნახე, აი ნაპირზე მაგიტო არ უნდა იარო რა, ესე ჩვეულებრივად ეხლა მე ხაზი გადავკვეთე და ციმციმა გამოვიყენე, რომ ცოტა მოვრიდებული ხარ, მაგრამ არც არის ხოლმე საჭირო, ნახე მეორე საგამოცდომ როგორ გაასწრო. აი ესე, მოკლედ ესე მარცხენა ზოლში ჯობია რომ ვიმოძრავოთ ხოლმე რა. როგორც კი წინ დავინახავთ, რომ არავინ კაციშვილი ხელს აღარ შეგვიშლის მარჯვნივ, ხო? აღარც ქვეითები იმოძრავებენ, არც მანქანა არ იქნება დაპარკინგებული, გავხედოთ კარგად, ჩაურდოთ მარჯვენა ციმციმას, საარკე მხარი გავაკეთოთ და გადმოვიდეთ უკვე მარჯვენა ზოლში. მალე მოსახვევი მარჯვნივ გვეტყვის კომპიუტერი, ნიშანთანვე თუ გინდა მანამდე გავხედოთ კარგად მარცხნივ, მთავარი აი მოხვევის პროცესში არ იყუროთ, რომ უწყვეტი არ გადაკვეთოთ. როგორც კი შემოხვალ ჩაურდოთ მარცხენა ციმციმა, გავიხედოთ, შევაფასოთ სიტუაცია და იქიდან გამომდინარე მე ან ავაჩქაროთ, მაგრამ თუ კოლონა დაგვხდება, პირიქით ნელა გამოგორდეთ, ხო? მაგრამ თავიდანვე შენელება არ გინდათ, ჯერ შეაფასეთ ყოველთვის სიტუაცია და იქიდან გამომდინარე მე თუ დაგჭირდებათ ეგრევე აჩქარით და გამოდით, თუ ვერ გამოდიხართ ფიზიკურად, შევანელოთ, მივგორდეთ წინ, თუ ბევრი მანქანა დაგვხდა, გავაჩეროთ წინ აჩქარების ადგილი პატარაზე დავიტოვოთ და მე გამოვიდეთ ხოლმე. ესე იგი შემოვდივართ 70-იან გზაზე. სადაც თუ საშუალება გვაქვს 60-65-ით ვიმოძრავოთ აუცილებლად. ეხლა მე არ მაქვს ამ შემთხვევაში საშუალება, იმიტომ რომ წინა მანქანასთან კარგი დისტანციით უნდა გავყვეთ. აქედან გამომდინარე 55-ით სრულიად ნორმალურია ესე დროს. თუ საცობი იქნება შეიძლება მთლიანი გზა 20-ით გაიაროთ, არ არის პრობლემა მოკლედ. წინა მანქანას ვერც გაასწრებ და ვერც აარიდებ. ნუ გააჩნი ახლა ავარია თუა და რაღაცა სრული წესების დაცვით, მაგ შემთხვევაში თორე ისე აქ არ შეიძლება რომ ავაცილოთ მანქანას ან გავასწროთ ან რაღაცა. თუნდაც აი მეორე მეოთხეს და უკვე ახალი პირველის ჩასახვევი რო არის, მარჯვენა ნაცელება არ შეიძლება, ხო? უნდა გავჩერდეთ, დაველოდოთ და მერე წავიდეთ ხოლმე. ჩვენიერი აქ ჩადის ესე იგი პირველი, მეორე, მეოთხე მარშრუტი, დანარჩენი უკვე 5 მარშრუტი ჩადის თბილისის ქუჩაზე. 300 მეტრში მოსახვევი მარცხნივ. უკვე გვეწოდინება, რომ თბილისის ქუჩაზე უნდა ჩავიდეთ. მოძრავთ დისტანციით აუცილებლად და რა თქმა უნდა უკვე მალეს უნდა დაველოდოთ. მალეს რო გვეტყვის ეგრევე არ წახვიდეთ ხოლმე და მარცხნივ არ ჩაუხვიოთ, ხო? საწინააღმდეგო ზოლია მან და იქიდან ამოდიან მანქანები. აი დაახლოებით აქ გვეუბნება მალე მოსახვევი მარცხნივ და ბევრი მიდის ხოლმე საწინააღმდეგო ზოლში. არა, აი წინ ნიშნამდე არსად არ გადაუხვევთ არავითარ შემთხვევაში. მალეზე ჩავთავთ მარცხინას და აი უწყვეტი ძალიან მკრთალად ხარ დარჩენილი და არ გადაკვეთოთ არავითარ შემთხვევაში. ჯერ მოძებნეთ და მერე მიიწიეთ ხოლმე ოდნავ მარცხნივ. ესე კარგად გავიხედოთ უკიდან მანქანა რო არ გვიჭრიდეს და აუცილებლად 30 კმ/სთ-ზე ნაკლებით უნდა შემოუხვიოთ. რა თქმა უნდა, წინიდან მანქანა თუ დამემთხვეოდა, გავაჩერებდით, ჯერ იმათ გამოვატარებდით და მერე ჩამოუხვევდით. მოკლედ შემოვდივართ თბილისის ქუჩაზე, ესე იგი 50-იან გზაზე. მოძრავთ აუცილებლად 40-ზე ზემოთ და რა თქმა უნდა 50-ს არ უნდა გადავაჭერბოთ არავითარ შემთხვევაში. დაღმართი არის მოკლედ და სიჩქარე კარგად ვაკონტროლოთ. მარჯვენა ზოლში არ გადავიდეთ. მოდი არ გვინდა გადასვლა აქ მარჯვენა ზოლში უამრავი ადამიანი ჩაჭრილა, თითქოს არ უჭირს გადავიდეთ, გადმოვიდეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრი ადამიანი ჩაჭრილა, ჯობია დავრჩეთ მარცხენა ზოლში, თუ ესეთი მოძრაობა დაგვემთხოვა, მსუბუქს არც დაგვიწერენ.
მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან თავისუფალი გზა იქნება და არ გადახვალ და რაღაცა, მაგრამ არა უშავს. რა ჯობია დაგვიწერო მსუბუქი და დავრჩეთ მარცხენა ზოლში. ნუ ჩემი რჩევა ეს იქნება და აქ შეგვხვდება მოკლედ 3:30-იანი და არც ერთი არ უნდა გამოგჭეს. ეს პირველი 30-იანი, აუცილებლად 30-მდე უნდა შევანელოთ სიჩქარე ნიშანთან უკვე. გავიხედოთ, გამოვიხედოთ გზაჯვარედინზე, გავწდეთ ზებრას, ახალი ნიშანი გვაქვს 50-იანი და ისე ვავაჩქაროთ და 40 ავაცილოთ. მოკლედ აქ თავარია სიჩქარე აკონტროლოთ. ძირითადად აქ იშვიათად რო ვიღაცა გადმოგირბინოს გზაზე ან რაღაცა ახლა სულ სიჩქარეს ხო არ უყუროთ, გზაც აკონტროლეთ რა თქმა უნდა, მაგრამ სიჩქარეს მიაქციეთ დიდი ყურადღება. 50-ს არ გადააჭარბოთ. დაგჭა 2:30-იანი, ორივე 30-იანს ექნება თავისი ამაღლებული ზებრები, ხო, რომელზეც უნდა 20-მდე კმ/სთ-ით გადავიდეთ. ესეც შემდეგი 30-იანი, დავაგდოთ სიჩქარე 30-მდე. მივიდეთ გზაჯვარედინთან, გავიხედოთ, გამოვიხედოთ, ნახე აქ 20-მდე შევანელოთ, აგერ ნახე ზებრის და უგარუკის ნიშანი რო არის. გადავიდეთ 20-მდე, ეხლა ისევ მოუმატოთ, თუმცა ძალიან აღარ მოუმატოთ, იმიტომ რომ შემდეგი 30-იანიც ძალიან მალევე არის. და ბუჩქებში არის დამალული. ეს პერიოდი კი გაკრიჭეს და კარგად აჩანს ეს 30-იანი, მაგრამ რავი, როდის გაიზრდება ვინ იცის, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ პირველი ამაღლებული ზებრის მერე, ძალიან აღარ მოუმატოთ ხოლმე სიჩქარეს. კარგად გავხედოთ, გამოვხედოთ, შევანელოთ 20-მდე, გადავიდეთ და ისე მოუმატოთ 40 ავაცილოთ სიჩქარე. შეზღუდვები აღარა გვაქვს, თუმცა წინ ცუდი გზაჯვარედინი გვაქვს, ასევე ზებრა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ გზაჯვარედინზე, ჩვენ თვითონვე შევნელდეთ ხოლმე, არ იქნება პრობლემა. აუცილებელი არ არის, რომ მთლიანი გზა 40-ზე ზემოთ იმოძრაო. სადაც ნებისმიერ საფრთხეს გრძნობთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად შენელდეთ. დავარია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ხო სწორია? გავაგრძელოთ ახლა ესე და 300 მეტრში მოსახოვი მარცხნივ უნდა წავიდეთ. მოკლედ ესე უკვე მთელი 4 მარშრუტი უკვე ადრე 5 იყო, ახლა 4 მარშრუტი ჩამოდის, ესე იგი. წინ უნდა მოუხვიოთ მარცხნივ. მალეზე ვრთავთ მარცხენა ციმციმას აუცილებლად. ძალიან შევანელოთ მანქანა, მარჯვნივ გახედვა არავითარ შემთხვევაში არ გვავიწყდება, გარე ზოლით ესე უხვევთ. სარკეშიც გავხედოთ ხოლმე, რომ ხშირად იციან აქ მანქანებმა ჩაჭრა და შემოვდივართ ეგრევე მარცხენა ზოლში. აქ არის სამხრივი გზა, ნიშანი კი მოგლეჯილია, მაგრამ შემოდით ხოლმე მარცხენა ზოლში. აქ თუ გითხრა 300 მეტრში მარჯვნივო, ესე იგი მე-5, მე-7 და მე-8 მარშრუტზე ვართ. თუ გითხრა წრიულზე მარცხნივო, ესე იგი მე-3 მარშრუტზე ხარ და მარჯვნივ თუ გითხრა, ესე იგი მე-5, მე-7 და მე-8-ზე ვართ. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ მე-5-ზე ჩაურთოთ მარჯვენა ციმციმა, კარგად გავიხედოთ, გადმოვიდეთ მარჯვენა ზოლში, მალე მოსახოვი მარჯვნივ გვეტყოდა კომპიუტერი, შემოვიდეთ ესე წრიულზე მარჯვნივ, კარგად ვაკონტროლოთ წრიულის მხარე, ჩვენი ზოლი უნდა იყოს აუცილებლად თავისუფალი. ნახე, გახედე, აქეთა ზოლი თავისუფალი მაქვს, ამიტომ გავალ. თუ არ მექნებოდა თავისუფალი, აუცილებლად სამკუთხედებამდე გავჩერდებოდი და მერე გავაგრძელებდი. ესე იგი, ძველ რუსთავში მხოლოდ 3 მარშრუტიღა გადმოდის, მე-5, მე-7 და მე-8 მარშრუტი. და 3-ვე მარშრუტი ზუსტად ესე მოდის. აქ უკვე პირდაპირ მოძრავთ 50-იანი გზა არის და აუცილებლად აქაც 40-ზე ზემოთ და 50-ს არ უნდა გადავაჭარბოთ. გავაგრძელოთ ესე მოძრაობა. აქ გვაქვს უკვე ორი ვარიანტი. მე-5 მარშრუტი პირდაპირ გვიშვებს შუქნიშნებთან და იქ მარცხნივ გვახოვინებს როგორც ადრე უხობდა ხოლმე. ხოლო მე-7 მერვე ჩვეულებრივად წრიულზე ისე მარჯვნივ წაგიყვანს და მერე არის უკვე განსხვავებები მე-5-ზეც და მე-7-ზეც შეცვლილი არის. მხოლოდ მე-8 მარშრუტია იგივე დარჩენილი. აქ ბორდიულთან კი არა, აი უწყვეტ ზოლთანაც კი არ მიხვიდეთ ახლოს. ანუ ზოლის გადაკვეთაც კი არ არის საჭირო, ისე შეიძლება ჩაგჭრან ბორდიულთან ახლოს მისვლის გამო. ამიტომ კარგად შუაში მოძრავეთ ხოლმე, არ მიიწვიოთ ბორდიულისკენ არავითარ შემთხვევაში ახლოს. ესე იგი მარჯვნივ თუ არ წაგვიყვანს, ვაგრძელებთ პირდაპირ ხო მოძრაობას წრიულზე. აქ ნახე, წრიული არის დახაზული, არც ბორდიული არაფერი გაკეთებული და შეიძლება ცოტა ცუდი შესამჩნევი, მაგრამ ნახე, წრიულის გამო ზოლები ოდნავ აქეთ გამოდის, ნახე. ამიტომ სარკეში გამოხედეთ, გადმოიწიეთ ქვაფენილი საკეთ ხოლმე, რომ მარცხნიდან დაუტოვოთ ზოლს გასასვლელი, აი აქ როგორც კი გაცდებით, ისე პატარაზე შევიწიოთ ხოლმე მარცხნივ. გახედეთ ზებრაზე, გამოხედეთ ზებრაზე, გადავიდეთ ისევ მარჯვენა ზოლში. აქ გვეტყვის 300 მეტრში მარცხნივო, კარგად გავიხედოთ სარკე მხარი,
ჩაურთოთ მე მარცხენა ციმციმა როგორც კი შეგვეძლება გადასვლა, მე ამ შემთხვევაში ახლა ჯობია ეს თეთრი მანქანა გავატარო, იმიტომ რომ მაგის უკან არავინ აღარ მოდის და არავინ აღარ შემიშლის ხელს და გადავალ. ნახე წინა საგამოცდო მარცხ კი გადმოვიდა მარჯვენა მხარეს, ხო ესე უკაფენელი საკეთ არ გამოიწია და პირდაპირვე გააგრძელა. არაფერი არ უთხრა, არ ჩაჭრა აშკარა, მაგრამ სუბუქს დაუწერდა. მანდ რომ მანქანა მარცხნივ დახვედროდა, იმ მანქანას აუცილებლად წრიულზე ააგდებდა, ან უწყოც გადააკვეთინებდა და საავარიოს შექმნიდა. აი ეგ დროს უკვე აუცილებლად ჩაჭრიდა. აქედან გამომდინარე ყოველთვის ვიმოძრავთ ხოლმე ჩვენ ზოლში. ეხლა გავუმართლა, იმიტომ რომ მარცხნიდან მანქანა არ მიყვებოდა, მიხვდი და აქედან გამომდინარე აღარ ჩაჭრა. აქ უთხოვთ მარცხნივ, ესე იგი შუქნიშანზე, აუცილებელია ხო, მწვანე როგორც კი აინთება, მივიდეთ წინ, ცხვირით გაუსწორდეთ ჩვენ გზას, წინიდან გამოვატაროთ ყველა მანქანა და მერე გავაკეთოთ მარცხნივ მოხოვა. და შევდივართ ცალმხრივ გზაზე. ცალმხრივ გზა რახანც არის უახლოეს ჩემ ზოლში, ანუ მარცხენა ზოლში შევალ. ესე წინიდან არ მოდის მანქანა, გავხედავ, სარკეს ვაკონტროლებ აუცილებლად, რომ გზა არავინ ჩამიჭრას და აი აქ ნახე ეს წითელი ჩვენ არ გვეხება. თუმცა ეს წითელი ეხება ქვეითებს. შესაბამისად წითელზე ქვეითები გადმოდიან და მაგ დროს აუცილებლად ზებრამდე უნდა გავაჩეროთ ხოლმე, თუ ვინმე ქვეითი იქნება, თორე თუ არ იქნება ქვეითი, ისე არ უნდა გავაჩეროთ. მალე მოსახოვი მარცხნივ აქ ყოველთვის პაუზას ვაკეთებ ჯერ ზებრამდე. მერე ზებრაზე გაჩერება გვიწევს, ცოტა გავგორდებით, გავიხედებით მარჯვნივ, აუცილებლად წინიდან მომავალი მანქანაც თუ უკვე ახლოს არის, ისიც უნდა გავატაროთ და ესეც რახანც სამმხრივი გზა ავდგებით და ჩემ უახლოეს ზოლში შემოვარ მარცხენა ზოლში. აი აქ გაითვალისწინეთ 300 მეტრში მარჯვნივ რო გეტყვით, ჯერ არ გადახვიდეთ მარჯვენა მხარეს. ნუ თუ დაგავიწყდებათ და გადახვალთ განა პრობლემა, უბრალოდ წინ აუცილებლად დაგხვდებათ მაინც დაბკოლებები. აქედან გამომდინარე მე გადასვლას, გადმოსვლას და ამდენ წვალებას ჯობია ყოველთვის რომ აქეთ დარჩეთ ხოლმე და ბოლო მანქანასთან, ბოლო დაბკოლებასთან გადახვიდეთ ხოლმე მე მარჯვენა მხარეს. აი ნახე წინ საგამოცდო, აი ზუსტად მაგის გამო ჩაიჭრა ეხლა. გადავიდა მარჯვენა ზოლში ეტყობა, მერე ვეღარ გადმოვიდა ან ახლოს იყო მანქანასთან და აი რა უნდოდა აქ მარჯვენა ზოლში საერთოდ არ როგორ შევიდა. მოკლედ არ გადახვიდეთ ხოლმე. აგე ჩემი ბოლო მანქანა, ჩემი ბოლო დაბკოლება. აქ მე გამოვიხედები კარგად, ჩაურთავ მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარს გავაკეთებ, ადგილი მაქვს რო უწყვეტი არ გადავკვეთო, შემოვალ. პაუზას გავაკეთებ საკუთხედებთან, კარგად გავიხედები წრიულზე, ამ შემთხვევაში მხედველობა მე მაქვს. ზოგჯერ აქამდე სულ მანქანებია ხოლმე გაჩერებული, მხედველობა არ აქვს და მე მიგორდებით ხოლმე წინ არ იქნება პრობლემა. თან სანამ სამკუთხედებთან გამოხვალთ. მანამდე აქეთ სანამ გამოხვალთ შეიძლება ვიღაცა მოგისწროთ, არ არის პრობლემა. გამოგორებულზეც მე სანამ თქვენ ზოლში შემოხვალთ, აუცილებლად კიდე გახედეთ ხოლმე, შენელდით ხოლმე, გაატარეთ ხოლმე და მერე გამოდით. და იქ თუ კიდე ერთი მანქანა იქნებოდა წინ გაჩერებული, მერე უკვე უწყვეტის გადაკვეთა გიწევდა და ეგეც გეპატიება. თუ გააჟღერებთ ხოლმე რომ არასწორი პარკირების გამო უწყვეტი ზოლის გადაკვეთა მიწევსო, თვათ უკეთესი, რომც არ გააჟღერო, ისედაც იცის გამომცდელმა, რომ სხვა გზა არ ქონდა ფიზიკურად. თავარია ბოლოს ყველა ვარიანტში მარჯვენა ზოლი უნდა დაიკავოთ ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა. აქედან ამოსული ნახე მე-7 მარშრუტი უკვე მე-7 მარშრუტი ისე არის შეცვლილი, რომ მე-5-ეს ან თითქმის მე-5-ესნაირია, უბრალოდ მე-8-ესნაირად გვყავს. აი აქედან უკვე მე-7 და მე-5 მარშრუტი არის ზუსტად ანალოგიური. შუქნიშნიდანაც უკვე ანალოგიური არის, მაგრამ იქ მე-7 მარშრუტსაც გადავიხებ ახალ მე-7 მარშრუტს და უფრო ზუსტად მიხვდებით. მოკლედ როგორც კი გაიგებ 300 მეტრში წრიულზე მარცხნივ და პირდაპირო, აუცილებლად ისევ გადმოდით ხოლმე მარცხენა ზოლში. ეხლა უკვე მე-5 მარშრუტიც დაბოლოება ზუსტად მე-7-ესნაირია და ძალიან არის ამითი გამარტივებული, ხო, ქვემოთ თოდრიაზე და ფალიაშვილზე და იქიდან აღარ გვატარებს. ეგრევე ავდივართ თბილისის ქუჩაზე, როგორც ადრე მე-7 მარშრუტი ადიოდა. და აი აქ არ დაგავიწყდეს. თავარ გზაზე როცა ხარ და წრიულზე მარცხნივ და პირდაპირ გვეუბნება, აი აქ აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ პირველ ზოლში არ უნდა შეხვიდეთ და უნდა შეხვიდეთ მეორე ზოლში. თან ისიც იცოდეს, რომ აი ეს ზებრამდე ეს არის წყვეტილი, ამიტომ ცოტა ცერულად ამის გადაკვეთა შეგიძლიათ. ზებრაზე გახედეთ, გამოხედეთ, ამ იშვიათად არის ხოლმე ვიღაცა, მაგრამ მაინც სამკუთხედებთან აუცილებლად გაჩერდით, აუცილებლად არა, უпростоრეთ, ხო, მანქანა თუ მოდის, ჩერდებით. თუ არა და ეგრევე შეგიძლია გააგრძელოთ ხოლმე, არ არის პრობლემა, ხო, სამკუთხედები არ გავალდებულებს სრულ გაჩერებას. ეს არის გზის დათმობის ნიშანი. გავხედეთ მარჯვნივ არავინ აღარ მოდის, ამიტომ გადავდივართ ეგრევე. წინ ნახე ზებრა გვაქვს და ყურადღება საიდან იწყება ზებრა დააკვირდით უბრალოდ. ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე მაგ ზებრასაც. არავინ არ იყო ამ შემთხვევაში და წავედით 300 მეტრში მოსახვევი მარჯვნივ რო გვეტყვის კომპიუტერი, აქაც ნახე თუ გახსენდებათ მარჯვენა მხარეს არ გადახვიდეთ. იმიტომ რომ მარცხენა ზოლიდანაც შეგიძლიათ აქ მოხვა და ბევრად უფრო მარტივი არის, ნახე.
მალე მოსახოვი მარჯვნივ სამკუთხედებთან გავხედოთ მარცხნივ არავინ არ არის, ცოტა წინ მივიწიოთ და ისე მოუხვიოთ ეგრევე მარცხენა ზოლში. ნახე, იქით დაბყოლებები, აქეთ რო შემოსულიყავით მარჯვენა ზოლში, აქ დაბყოლებები, მერე გადასვლა და ამდენ გადმოსვლას ჯობია მარცხენა ზოლიდან მოუხვიოთ ხოლმე. შემოვედით ისევ თბილისის ქუჩაზე და მორჩა გავაგრძელებთ ახლა სულ პირდაპირ მოძრაობას. მეხუთე, მეშვიდე და ახლა უკვე ახალი პირველიც ზუსტად იგივე იქნება. როგორც კი ღმერთთან მოედნიდან ამოუხვეთ, მთელი ახლა უკვე სამი მარშრუტი გადის აქედან. რაც ძალიან ბევრად მარტივია, ხო, ვიდრე ცენტრალური ქალაქიდან გასვლა. ვაგრძელებთ პირდაპირ მოძრაობას, აქედან უკვე შეგვნახე პირველი 30-იანი, აქედან ორი 30-იანი შეგვხვდება. და ახლა მეც გადაჭარბებით შევედი. ორი 30-იანი შეგვხვდება აქედან. თან ეგ ძალიან არის ბუჩქებში დამალული და კარგად დაიმახსოვრეთ, ხო, ეგ ადგილი რომ პირველი 30-იანი არ გამოგჭეთ. ახლა უკვე ადვილია მეორე 30-яნის გაგება. იგივე პირველი ამაღლებული ზებრის მერე მეორეც ძალიან მალე მოვა და აი აქ თან ეს უკვე ჩანს ეს 30-იანი. შეანელეთ აუცილებლად 30-მდე ნიშანთან. ბუგაროგთან უკვე აუცილებელია 20-მდე შენელება. კარგად გავიხედეთ, გამოვიხედეთ და გავაგრძელეთ. იქ ავტობუსი რომ იჭრიდა გზას არ გეგონოთ რომ გაჩერებიდან გამოდიოდა. გაჩერებიდან რომ გამოსულიყო, ისედაც თავისი ზოლი ქონდა და არც ვიყავ ვალდებული რომ ჩემ ზოლამდე დამეთო. ახლა ერთზოლიან გზაზე როცა გაჩერებიდან გამოდის ავტობუსი, აუცილებლად უნდა დაუთმოთ ხოლმე, მაგრამ გაჩერებიდან ახლა ორზოლიანი გზა უნდა იმე ფისოს. ხო, ეს ფისო სუდამავიძლა. არაფერი არ მოუვიდა ფისოს. კუთხარი რომ კარგად არის გააგრძელე მეთქი მოძრაობა, ისე გაიგზა, არაფერი არ ჭირდა. ხო, ერთზოლიან გზაზე როცა გაჩერებიდან გამოდის ავტობუსი, აუცილებლად ხო ერთი ზოლია და სხვაგან ვერსად ვერ წავა და უნდა დაუთმოთ. ეგეთ დროს დასახლებულ პუნქტში, სადაც გაჩერების ნიშანი არის. ამ შემთხვევაში, გაჩერების ნიშანი არც ქონდა და არც უნდა დამეთმო მაგას თავი გაანები, მაგრამ გაჩერებულზე ნახე ორზოლიან გზაზე მაინც რო ჩართოს. თუ დაძრავს იმანჯერ პირველ ზოლში უნდა დაძრას და გააგრძელოს მოძრაობა. მერე თუ უნდა აქეთ მარცხენა ზოლში გადმოსვლა, მაშინ უნდა გაატაროს მანქანები და მერე გადმოვიდეს. ეგ უკვე ზოლის შეცვლა გამოდის. აქ ნახე რკინაზე როგორც კი გადახვალთ 300 მეტრში მარჯვნივაც უკვე ექნებოდა ნათქვამი, აი ამ წვეტილზე გავხედოთ, ჩაურთოთ ციმციმა და გადმოვიდეთ მარჯვენა მხარეს ხოლმე, მაგრამ თუ მანქანები დაგემთხოვათ, ვერ გადმოხოდით მარჯვენა მხარეს, არ ინერვიულოთ. მარცხენა ზოლიდანაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელოთ მოძრაობა და მარცხენა ზოლიდანაც გადახვალთ იმ 70-იან გზაზე არ იქნება პრობლემა. მოკლედ აქ ნახე, აქ ნიშნები ცოტა ისი არის, მაგრამ მოდი მე ისე გასწავლით, როგორც არ წერენ სუბუქს. იდეაში ეს მარცხენა ზოლს ჭირდება. მალეზე მოსახოვი მარჯვნივზე ჩართეთ მარჯვენა ციმციმა. აი რო ახვალთ ნახე, ჯერ პირდაპირ ისრებია, მერე მარჯვენა ისრები, მერე ვითო გზას უერთდებით. მოკლედ ესე გავაკეთოთ. აი აქ ამოსულზე სამკუთხედებთან ჩაურდეთ მარცხენა, კარგად უნდა გავხედოთ 70-იან გზას, ხო თავიდან. თუ მანქანა არ მოდის, ჩაურდეთ მარცხენა ციმციმა და გამოდით ეგრევე. რა თქმა უნდა, თუ მანქანას ვხედავთ, ჩერდებით სამკუთხედებთან, ველოდებით, ვატარებთ ყველა მანქანას. შემდეგ უკვე როცა აღარავინ არ იქნება, მოუმატებთ და გამოვდივართ 70-იან გზაზე. ეს არის 70-იანი გზა, თუმცა ჯერ სიჩქარეს არ მოუმატოთ. იქ ჩასახვევი როა, პირველი, მეორე, მეოთხე ჩასახვევი ძალიან სახიფათო არის. ბევრი მანქანა მიცის გადმოხტომები. ამიტომ სადღაც 45-ით მაინც იმოძრავით ხომ, მეტი არ გინდათ 50-მდე მაქსიმუმ, რომ ვიღაცა რო გადმოგიხდეთ, შენელება შეძლოთ. მაგრამ ცხვირწინაც არავის არ შეუნელოთ, თორე იფიქრებენ რომ უთმობ და ძალით გადმოგიხდებიან. აი ესე უბრალოდ შორიდანვე შეანელეთ ხოლმე 40-45 და ერთი სიჩქარით ჩაუვარეთ ხოლმე. ცხვირწინ არავის არ შეუნელოთ შიშის გამო იცოდე, ეგრევე გადმოგიხდება, მე თქვენ არ დაგაბრალოთ რომ შენ გაუჩერე და მაგიტო თავარ გზაზე რატო გააჩერეო. ესე იგი ვაგრძელებთ მოძრაობას და როგორც კი გამოცდებით მაგ შესახვევს, აუცილებელია უკვე მოუმატოთ სიჩქარეს და 60 ავაცილოთ. თუმცა ეხლა მე წინ საგამოცდო მიმყვება, აქედან გამომდინარე მთლათაც არ მინდა რომ უკან ამოვადგე, ხო? უკვე კაი ხანია მოვყვები. და რამე არ იფიქრონ რომ ან მაგას მიყვები არ რაღაცა. ერთი რამეც დაიმახსოვრეთ აუცილებლად. 70-იანი გზის მერე სანამ ავტობანი დაიწყება, არის 50-იანი შეზღუდვა. არავითარ შემთხვევაში ეს 50-იანი შეზღუდვა არ დაივიწყოთ, ხო? სულ რომ რაღაცა იფარებოდეს ამ 50-იან ნიშანს,
აუცილებლად აი მოწითელი ფიშკებით, სააგენტო სასახური დამებით, ნახეთ, დაიმახსოვრეთ, აი ამისი კითხვი არის 50-იანი შეზღუდვა, ვიმოძრავოთ აუცილებლად 50-მდე, თორე ავტობანამდე როგორც გვეუბნება ნიშანი 200 მეტრი არის დარჩენილი და 100 მეტრს ისე გავივლით გადაჭარბებულს, რომ ვერც კი გავიგებთ. ესე იგი, აი ესე გავაგრძელეთ 50-მდე და უკვე შევდივართ ავტობანზე, სადაც უკვე აუცილებელი არის, რომ 70 კმ/სთ-ზე ზემოთ ვიმოძრავოთ. თუ ვიღაცა გვაფერხებს 60 კმ/სთ-მდე აუცილებელია რომ გავასწროთ. ოღონდ ისიც არ იჩქაროთ გასწრება და რაღაც ახლა შეიძლება ვიღაცა რამოდენიმე წამით შეგაფერხოს, მერე წავიდეს და არა უშავს. თან კარგად უნდა გახედვა ახლა რომ გაიხედები და ფიზიკურად ვერ გაასწრებ და მანქანები იქნება, არა უშავს. ეგ დროს გეპატიება. მოკლედ მარცხნივ თავისუფალი კონდეს და ვიღაცას უკან გაყვეს 60-ით 50-ით, მაგ შემთხვევაში ჩაგჭრიან აუცილებლად. გავაგრძელოთ ახლა 70-ზე ზემოთ ვიმოძრავთ. 71-ით უკვე საკმარისია სამოძრავი, თუ გინდა 99-ით იმოძრავეთ, არც მაგაზე არ არის პრობლემა. მოკლედ წამიერი სიჩქარის დაგდებები და რაღაცები არ არის პრობლემა. იმიშიში არ გქონდეთ რომ აიმე ერთი წამით არ დამივარდესო. ხო, შეხედეთ წინ სიტუაციას, ახლოს არ მიხვიდეთ არც ერთ მანქანასთან. ცოტა თუ დაგდება მოგიწიათ, დააგდეთ, მაგრამ მე ისევ მოუმატეთ და ესე. თავარია ტყილა უბრალოდ მოხრუჭი არ იხმაროთ, რა თქმა უნდა, ვიღაცა თუ გადმოგიხდა და რაღაცა უკან ჩაიხედეთ, გაიხედეთ აუცილებლად უკანასარკეში და მერე შენელდით ხოლმე. აი ესეთ მანქანებთან მოიმზადეთ ხოლმე თავიდანვე, დისტანცია კარგად დაიკავე ხოლმე, ნახე, ეხლაც ნახე, ჩამოვაგდეს სიჩქარე, ხო? გადმომიხდა და მაგითო. გავხედე უკან, შევანელე, ეხლა მინდა რომ მოუმატო ისევ აუცილებლად, მაგრამ რა მაფერხებსავით. მოდი გავასწრებ ვაფშე, თან ის არის რომ წინ საგამოცდოს იმდენი ხანი მივყვები უკან რაღაცა არ იფიქრო, ჯობია საგამოცდოს გავასწრო. ძალიან ელაც არ მიდიოდა ცოტა გამოცდაზე, არც გირჩევდით ესეთ დროს ესეთ გასწრებას, მაგრამ ეხლა გავასწრებ უბრალოდ საგამოცდოს გამო რა არ იფიქრო, რომ ამდენი ხანი უკან რომ მივყვები. მაგის გამო არ ჩაჭრას, რომ ან შინაური, ან მასწავლებელი არ ვეკო. აი ესე გავასწარი, ისევ დაბრუნდი ჩემზოლში და წინ მეორე საგამოცდო. არა უშავს ამას ხო არ მოვყვა, მოდი ამდენი ხანი უკან. მოკლედ აქ ნახე, არც ველოდებით კომპიუტერს, ისე ჩავდოთ მარჯვენა ციმციმა, ჯერ გზა შევხედოთ, მერე წყვეტილზე უკვე სარკე მხარი გავაკეთოთ და ისე გადმოვიდეთ ხოლმე და მხოლოდ აქეთ გადმოსულზე ვიხმაროთ მუხრუჭი. იქით ავტობანის იმ ორ ზოლში მუხრუჭი ტყილა უბრალოდ იქ არ შენელდეთ ხოლმე და ისე არ გადმოხვიდეთ. შემოვდივართ შემნელებელ ზოლში და მერე ვანელებთ ხოლმე უკვე მანქანას. ციმციმა უკვე ფიშკებთან გავუთიშებთ და ამოვიდეთ ხოლმე. აქ გარეზოლი დავიჭიროთ ხოლმე, ვეცადოთ. შიდას ძალიან ახლა, ანუ მარჯვენა ზოლს ძალიან ადვილად გადავკვეთავ და გარეზოლს თუ უსულიდან არ გადავარდი, მოკლედ ისე გამორიცხულია, რომ გარეზოლს შეეხო. აქედან გამომდინარე გარეზოლი დავიჭიროთ, არ იჩქაროთ ხოლმე. ნელა, ნახე, რანელა მიდის წინა საგამოცდოს, საერთოდ აღარსად აღარ იჩქარება. სულ რამოდენიმე ის ხარ დარჩენილი და ესე ჩვენი სტოპ ნიშანი. აქ გაჩერებად გვეთვლება, როცა პირველი მანქანა ვართ. ჩავურდოთ მარცხენა ციმციმა, ეს უკან აგა, მეორე საგამოცდო. ეს მანქანა როგორც კი წავა, არსად არ მივდივართ, მივალ, გავჩერდები, საერთოდ გავანულებ მანქანას, გავიხედები და მერე წავალ მე. კარგი დამემთხვა აქ წინაც აბარებს, უკანაც აბარებს. ნახე, მივედი, ზოლი არ უნდა გადავკვეთო, გავაჩერე, შევხედე სპიდომეტრში 0 დაფიქსირ და კარგად გავიხედე, არავინ არ მოდის და დავწარე. მოკლედ, თავარია 0 უნდა აჩვენოს აუცილებლად მანქანის ციფერბლატმა. სადღაც 3-5 წამი ჭირდება ხოლმე მაგისთვის. ახლა თუ ვინა დაითვალეთ, თუ ვინა შეხედვა ყოველთვის კარგია ხოლმე. და ძალიან შორს უნდა იყვნენ იცოდი აქ მანქანები. არავის არ გადაუხდა, ეს არის სწრაფი გზა, აქ 70-იანი გზა არის, 80-ითაც მოძრაობენ, 85-ითაც მოძრაობენ, მანქანები და თვალის დახამხამებაში აღმოჩნდებიან თქვენთან. ამიტომ ძალიან შორს უნდა იყოს მანქანა. როგორც კი ამოხვალ გზაზე, ეცადეთ რომ 60-ზე ზემოთ აწიოთ ხოლმე აუცილებლად სიჩქარე. ეხლა მე ვერ ავწიე წინ საგამოცდო მიდის, მაგრამ ეცადეთ ყოველ შემთხვევაში რომ 60-ზე ზემოთ აწიოთ ხოლმე, როგორც კი დაინახავთ 50-იან შეზღუდვას ეხლა რო ჩავარე, მე ისევ დააგდეთ ხოლმე 50-ზე ქვემოთ. ძალიანაც არ შენელდეთ ხოლმე, ხო, რომ ამჩქარებელში რაც უფრო ცოტა მანქანა მოგადგება უკნიდან, მით უფრო თავისუფლად გახვალთ ამჩქარებლიდან.
ახლა მე არ მივახლოვდები იმას გავიდეს ამჩქარებელში. ჩავურდოთ მარცხენა ციმციმა ამჩქარებელში და ჯერ არც შევანელოთ და არც მოუმატოთ, ჯერ შევაფასოთ სიტუაცია. გავხედეთ თავისუფალია, აქედან გამომდინარე აღარაფერს აღარ ველოდები, ეგრევე მაქსიმალურად უმატებს 60 კმ/სთ-ზე ზემოთ ავწევ სიჩქარეს, აუცილებელია ნახევარს მაინც გავწდე. ნახევრამდე, ამჩქარებლის ნახევრამდე არ გადახვიდეთ ხოლმე არავითარ შემთხვევაში, ნახევარს მაინც გაგდით, დანარჩენი უკვე როგორც მოგიხერხდებათ, ისე გადმოდით ხოლმე და რა თქმა უნდა 60-ზე ზემოთ უნდა იყოს აწეული სიჩქარე. როგორც კი გამოხვალთ ავტობანს, თუ გინდა 99-ით გამოდით, მაგაზეც არ არის პრობლემა, ხო? მთავარია აჩქარებულზე გამოხვიდეთ და შეუერთდეთ ხოლმე ავტობანს. ავტობანზე ისევ და ისევ 70-ზე ზემოთ მოძრაობ და რაც ყველაზე კარგი ის არის, რომ ქალაქში უკვე აღარც ერთ მარშრუტზე აღარ დაგაბრუნებთ. 8-ვე მარშრუტი, ანუ ანალოგიურად ავტობანზე მიდის იმ სტოპ ნიშანთან, უკანაც ესე ბრუნდება და ქალაქის დაბრუნებაზე უკვე აღარც ერთ მარშრუტზე აღარ იფიქროთ. პირდაპირ უნდა ავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოში. აქ მოსულზე ყოველთვის გახსოვდეს ხოლმე, რომ ხიდის დაბლა გაქვთ 70-იანი შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, აი აქ მოსულზე უკვე არ გინდათ მოხრუჭი და რაღაცა გასცაც რო აუშვათ ფეხი, თუ 80-ით მოძრაობთ და 70-ზე ზემოთ, 70-მდე რომ დააგდოთ ხოლმე სიჩქარე. თუმცა ესენელაც არ იმოძრაოთ, ეხლა ესე ყველა არ გაპატიეთ რა ესე 60-მდე მოძრაობას და რაღაცას. აი ესე ნახე 70-იანი შეზღუდვა, ვაგრძელებთ მოძრაობას და ნახე ველოდები ეს უწყვეტი ამოვიდეს და ისრები გაჩნდეს მარჯვენა. ნახე დაბლა, აი მარჯვენა ის არის, დავინახეთ, ჩაურდე მარჯვენა ციმციმა, აუცილებელია აქ სარკმლის გაკეთება. სარკმლი ხარი, გადმოვიწიე შემნელებელ ზოლში, აუცილებელია აქ 30-მდე შევანელო მანქანა. მოხვევამდე ოღონდ ნახე 30-მდე ვანელებ მანქანას. ეხლა მივამატოთ გაზი და გარეზოლით ავიდეთ ხოლმე. აქაც როგორც ჩამოსვლისას გირჩევთ, ისე ასვლის დროსაც გირჩევთ. ვიღაცა შეიძლება ესე შენს წინ რომ მოდიოდეს, შევარდეს. პირველივე ზოლში გაგიჩეროს მანქანა და მე ამ კვეთრი მუხრუჭი დაგჭირდეს რაღაცა, ისედაც რაღაცა რომ დაგხვდეთ მარჯვნივ, მე უნდა ციმციმა ჩართო, გადმოხვიდე, გადახვიდე. ჯობია ესეა, მოხვიდეთ ხოლმე და გააგრძელოთ გარეზოლში. პირველ ზოლში ახლა კარგად რომ რაღაცა იყოს დაპარკინგებული, მე უკვე ხელს აღარ შემიშლის, ჩვეულებრივად ჩაული, გავაგრძელებ მოძრაობას. რა თქმა უნდა, თუ კარგად არ არის და ცოტა აქეთ არის გამოწეული, კარების დისტანცია ხო დასაცავი მაგ მანქანასთან, მაგ შემთხვევაში თუ ზოლის გადაკვეთა მომიწევს, უკვე ციმციმით უნდა ავაცილო ხოლმე. თუ ზოლს არ გადავკვეთავ და ისე კარგი დისტანციით ჩაული მანქანაში, მაშინ ციმციმაც აღარ მჭირდება, ჩვეულებრივად ჩაული და იქ იქნება. 300 მეტრში წრიულზე მარცხნივი მოძრაობ თუ აქ ამოსულზე უკვე გვეტყვის კომპიუტერი. ველოდები ახლა მალეს მომითხრას. მალე მოსახვევი მარცხნივ, ჩაურდოთ მარცხენა ციმციმა აქ. ნახე, ამ ვიწრო გამოსასვლელიდან არა გამოვატაროთ მანქანა. წრიულზე გახედეთ, აი თეთრმა თუ აქეთ ჩამოუხვია, უნდა გავატაროთ, მაგრამ არ ჩამოუხვია აქეთ, გავაგრძელებ მოძრაობა. ნახე, აქ ამოსულზე მარჯვენი გახედვა არ გვავიწყდება და იქიდან მომავალ მანქანებს არ დაუთმოთ ხოლმე, უბრალოდ თუ შემოხდა, აი ამ სიჩქარით იმოძრავი, რომ გაჩერება შეძლოს. შემდეგ უკვე მარჯვენას ჩაურთავ და როგორც ეს საგამოცდო მივიდა ჭიშკართან, დაგე მეორემაც ჩააბარა, ეგრე შევალთ ხოლმე და ეგრე დასრულდება ჩვენი გამოცდა.